მოგესალმებით. საზოგადოებრივი კავშირი დროა. ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკოსების განცხადებას. თუნდაც გუშინ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ივანე მერაბიშვილი და ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს იმის გამო, რომ თურმე 7 ნოემბერს დარბევის პერიოდში ყოფილა რაღაც დანაშაულები და მაგიტომ უყენებენ ბრალს და ასევე 26 მაისი. ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ეს არის სიცრუე, უბრალოდ ბრალი ახლა გზაში რომ მოვდიოდი რადიოში უსმენდი ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენეს თურმე იმის გამო ივანე მერაბიშვილს, რომ ყოფილა პოლიტიკოსი და უყენებს თურმე ბრალს, რომ საზოგადოებაზე ახდენს ზეგავლენას, ზურაბ ჭიაბერაშვილს თურმე დიპლომატი ყოფილა და ურთიერთობები ქონია და მაგიტომ წარმოადგენს საფრთხეს. და ასევე ჩვენ გვინდა ხელისუფლებას მოუწოდოთ, რომ ეგეთი რაღაც სპეკულაციებით, შოუების დადგმით, ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს დღევანდელი არსებული სიტუაციიდან. დღეს მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის უმუშევრობა ძალიან მაღალი პროცენტით და ასევე სოციალური მდგომარეობა არის ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი. ჯობია მიხედოს ამ საქმეებს და დაანებოს სპეკულაციებს და შოუებს თავი და არ გადაიტანოს ყურადღება და რეალურად დაასაქმოს შექმნას პროგრამები და პროექტები, სადაც ადამიანები დასაქმდებიან და რეალურად მიიღებენ დასაქმებულ ადგილებს და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას და გაუმჯობესებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს განცხადება გააკეთო, რომ აი რა 26 მაისს მიუძღვის რაღაც დანაშაულებები, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, გამოიწიონ, ოღონდ კონკრეტულად ბრალს როცა უყენებ, ბრალში არ შეიძლება ჩაიწეროს, რომ თურმე საზოგადოებაზე ზეგავლენას ახდენს და დასაქმების სამინისტროსთან თუ არ ვწდები, მაგასთან დაკავშირებით იყო რაღაც გარკვეული კითხვები. დასაქმების სამინისტრომ 600.000 ოჯახი გამოიკითხა. პროგრამას კი დასაქმების სამინისტროზე თვითონ მუშაობაზე გააკეთა კვალიფიკაციის ამსახველი დონის ამსახველი რეესტრი, რაც ჩვენთვის, ჩვენ წინა გამოსვლაზე პრაიმ ტაიმში ვთქვით, რომ გვაქვს პროგრამა მსგავსი ცვლილებები იყო, რა თქმა უნდა, შეტანილი, მაგრამ აუცილებელია კონდეს სახელმწიფოს კვალიფიკაციის დონის ამსახველი რეესტრი. რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ შედეგს და მოსვლისთანავე გააუქმეს და დააპატიმრეს ადამიანები, იმიტომ რომ ემსახურებოდნენ დასაქმებას და დასაქმების სამინისტროს. თუმცა ივანე მერაბიშვილს იქედავებიან იგივე გვირგვლიანის საკითხთან დაკავშირებით, მისი ბრალში არაა მითითებული. ამავდროულად დასაქმების თემასთან დაკავშირებით იქ იყო ნახსენები განცხადებაში, რომ ეს იყო ტყუილი და ისინი მხოლოდ ფულს უხდიდნენ იმ ადამიანებს, ვინც ნაციონალური მოძრაობის აგიტაციაში იღებდა მონაწილეობას და სხვა ბრალდებულებებიც. კი, მაგრამ როგორ შეიქმნა მაშინ ჩდება ძალიან ბევრი კითხვა. როგორ შეიქმნა მაშინ კვალიფიკაციის სამსახველი დონის სამსახველი რეესტრი? საიდან შეიქმნა? მილიონზე მეტი ადამიანია გამოკითხული რეალობაში. ჩვენ არ ვართ ადვოკატები და არ გამოვდგებით არავის ადვოკატად. უბრალოდ ჩვენ ზუსტად ის გვაწუხებს, რომ საქართველოში დღეს არსებობს ძალიან დიდი გასაჭირი, ადამიანები არიან დაუსაქმებლები და უყურებთ რა სპეკულაციებს და შოუების დადგმას. არ მგონია, ამით ერთადერთი კონკურენციას თუ გაუწევენ ივანე ჯავახიშვილს, თორე ამით სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებენ და ჯობია მიხედონ ადამიანებს სოციალურ მდგომარეობას და გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ეს იყო უბრალოდ იმისთვის, რომ 17 მაისის თემა დაიწყებოდა ხალხს, იმიტომ რომ მსგავს ტიპის მოსაზრებები ისმის. ეხლა მოდით 17 მაისს მოხდა ძალიან ბევრი დანაშაულებები, რაც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც და ადამიანები დაიბარეს და 100 ლარიანი ჯარიმებით გამოუშვეს, ხო? და იბარებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ შექმნა დასაქმების სამინისტრო, ჩვენ ასევე ვთავაზობთ საზოგადოებრივი კავშირი დროა, გვაქვს პროგრამა დასაქმების სააგენტოსთან, არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა სამინისტრო იქნება თუ სააგენტო იქნება და შევთავაზოთ და ვიზრუნოთ იმაზე, როგორ დავასაქმოთ ადამიანებით. კი, ჩვენ ვიყავით პრაიმ ტაიმის კლუბში, ზუსტად შევთავაზეთ, ჩვენ გვაქვს პროგრამა, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ შემოგვეხმიანა. მიმართეთ რომელიმე სამთავრობო უწყებას ან ჩვენ მივმართეთ, გახსოვთ ვიყავით პრაიმ ტაიმის კლუბში და მივმართეთ ხელისუფლებას, რომ
გარდა prime time-ისა არ მიგვიმართავს, იმიტომ რომ აქეთ ველოდებოდით შემოხმაურებას, გავიაროთ ნებისმიერი კონსულტაციები, ჩამოვყალიბდეთ უფრო უკეთეს სიტყვაზე ვარიანტზე და ოღონდ შეიქმნას. მთავარი არის ჩვენი მიზანი რა, შეიქმნას და ადამიანები დასაქმდნენ, ხო? და ჩემი აზრით ესეთი რაღაცა ბრალი რომ იმის დიპლომატია და ბევრი ურთიერთობები აქ საზღვარგარეთ, ამის გამო არ ამგონია რომ ადამიანი უნდა დააკავო. მაშინ ყველა უნდა დააკავო, ვინც ხელისუფლებაშია, ყველა ახდენს, ყველა პოლიტიკოსი საზოგადოებაზე კონკრეტულ ზეგავლენას და. დიახ. გირგლიანის თაობაზე ბრალი არა, ბრალში არ წერია. ჩვენ უსმინთ ადვოკატს და გამოვიდა და თქვა, რომ ბრალში არავით არის ეგეთი მსგავსი რაღაც არ დევს. დალის გადამეტება 26 მაისთან დაკავშირებით და ასევე ქონების უკანონო. ბრალში ხო უნდა წაუყენო. ბრალში ხო უნდა ადამიანს როცა აკავით, ბრალში ხო უნდა ეწეროს. ბრალი არის რეალობაში დასაქმების სამინისტროსთან რაღაცა ხარჯები აქვს. უკანონოდ არა, ივანე მერაბიშვილის შემთხვევაშიც და ჭიაბერაშვილის პრემიერ-მინისტრი იყო და გადაცდომა იყო. კი, ანუ ბრალდებაში წარადგინეს 3 მუხლით აქვს მას ბრალი წაყენებული. კი, მაგრამ სასამართლოს მსგავსი ადვოკატის ბრალდება რაც იყო, ადვოკატმა გამოიტანა და უსმენდი ახლა რადიოში. კი, საზოგადოებრივი კავშირი დრო. ჩვენ ახლა ვიძახი კიდე ადვოკატად არავის არ გამოვდგებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა სიტყვაზე თუნდაც ჩვენ მივესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, რომ გამოიძიონ, ოღონდ ეს იყოს კვალიფიციურად გაკეთებული გამოძიება იყოს სამართლიანი და მოვითხოვთ, რომ საჯარო იყოს ყველაფერი, რის გამო აკავებენ, რატო აკავებენ ამ ადამიანებს და ჩვენი მთავარი მოთხოვნა რაც არის დღეს გამოსulis, ხო? ჩვენ არ გვაინტერესებს ვის აკავებენ, როგორ აკავებენ, სიტყვაზე ვიძახი, ეგეთ ადამიანს რო აკავებენ, კი, საზოგადოებისთვის საინტერესოა, საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, მაგიტომ ვიძახით, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ადამიანების გასაჭირს. აი ესაა ჩვენი მოთხოვნა. კი. კი. კი, კი. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებითაც ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ, დევს ჩვენ Facebook გვერდზე, გამოკითხვა და დევს მონაცემები, გამოვიკითხეთ 1000 ადამიანი ყველა მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად დევს პროცენტული მაჩვენებელი. ახლა ზუსტად არ მახსოვს პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯობია რა თქმა უნდა, ახლა იმხელა პროცენტმა განაცხადა სოციალური მდგომარეობა, რომ არ გამოსწორებულა და პირიქით ზოგი იძახის, რომ გაუარეს და ეს არის შემაშფოთებელი ყველასთვის, იმიტომ რომ დღეს ყველას მოგვიხსენება ადამიანები გამოდიან თუ რომელიღაცა მცირე ჯგუფები დაარბიონ და იმაზე არ გამოდიან, რომ გააპროტესტონ ხელისუფლებამ. ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ ადამიანები დასაქმდნენ და ადამიანებს გაუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა. აი ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა განვიხილოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა რეალურად რატომ მოვედით? იმიტომ მოვედით, რომ რეალურად სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგავს დასაქმებასთან და ამ დროს სპეკულაციებით და რაღაც შოუების დადგმით, რომ დაიჭირეს ჭყალებში ვიძახი ასე ივანე მერაბიშვილი, დაიჭირეს ზურაბ ჭიაბერაშვილი და ამ თემებით უნდათ გადააგორონ და ყურადღება გადაიტანონ. აი ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. ამით თუმცა ეს არის პროტესტ გამოთქვავდა. კი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს საზოგადოება. თუმცა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით კითხვები ხო წლების განმავლობაში გაჭირებულისთვის მნიშვნელობა რო არ აქვს, ზუსტად მაგას ვიძახი, რომ გაჭირებულისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის დააკავებენ, როგორ დააკავებენ, თავარია თავისი სოციალური მდგომარეობა გამოსწორდეს და დასაქმდეს. რეალობაში ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით სამუშაო ადგილები მცირდება, მიმდინარე პროექტები ჩერდება, მაგრამ მსგავსი პროექტები არ იქნება ქვეყანაში.